გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ აქ ერთ შეხედვით ბევრისთვის ისეთ საჩოთი, რომ შეიძლება სასაცილო, საღლიცინო საკითხზეც კი, თუმცა თუ გაითვალისწინებთ იმას, რომ ეხლა ხართ გასტროენტეროლოგის ჩანელზე, YouTube ჩანელზე და ისმენთ გასტროენტეროლოგიურ ვიდეოს, მიხვდებით, რომ განავალზე საუბარი, საჩოთირო და საღლიცინო საერთოდ არ არის რა. მინდა რომ განავალი სამი პარამეტრის მიხედვით შევაფასო და გაჩვენოთ რა შეიძლება მიუთითებდეს ნორმას და რა პათოლოგიას. ეს სამი პარამეტრია მისი ფერი, სტრუქტურა და ჯერადობა დეფეკაციის. აქვე აღნიშნავ, რომ ამ ვიდეოში მოსმენილი არც ერთი აზრი, ამას ყველა ვიდეოში გავიმეორებ, აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ ვიდეოში მოსმენილი არც ერთი ჩემი ნააზრევით, ძალიან გთხოვთ, ნურც დიაგნოზ დაისვამთ, ნურც ზედმეტად ჩფოთვას გამოიწვევთ და საერთოდ არაფერი არ იმოქმედოთ ინტერვენციას, როცა მიეხება თქვენს ორგანიზმში საქმე. გახსოვდეთ, რომ მე თქვენ პირადად ვერ ხედავთ და პირადად თქვენი ისტორია თქვენმა ექიმმა კაბინეტში უნდა გაარჩიოს და არა აქედან რაღაცა YouTube-ზე მოსმენილმა რა. ეს უბრალოდ გამოიყენეთ დამხმარეთ. მაშასე, დავიწყოთ განავლის შეფასება მისი ფერის მიხედვით და ვნახოთ რა შეიძლება მიუთითებდეს სხვადასხვა ფერის განავალი. ყავისფერი არის განავლის ნორმალური შეფერილობა, ყავისფერი თავისი შეიძლება იყოს სხვადასხვა ტონის, რა თქმა უნდა, მუქი ყავისფერი, ღია ყავისფერი უფრო მეტად, თუმცა ეს საკვების ტიპზეა დამოკიდებული და ეს რაიმე დაავადებას როგორც წესი არ მიუთითებს. ყავისფერი არის განავლის ნორმალური შეფერილობა. შავი განავალი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად ზოგიერთი მედიკამენტის გამო, ზოგიერთი საკვები პროდუქტის გამო და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შინაგანი გასტროინტესტინური სისხლდენის გამო. შავი განავალი მაგალითად შეიძლება მედიკამენტი რო ვახსენეთ, აი რომელი მედიკამენტები ფერავენ შავად განავალს, ხო, რკინის პრეპარატები, ბისმუთის შემცველი პრეპარატები, ნახშირის შემცველი პრეპარატები შეიძლება იწვევენ განავლის შავად შეფერვას, ხოლო საკვებს როცა ეხება საკვას, შავი საღებავებით შეფერილი, რაღაცა ზოგიერთ ტკბილეულია სხვა შორის, ზოგიერთი მცენარით შეღებილი, რომელიც განავალს აშავებს და შავი ფერი არის რა თვითონაც. ასევე მუქი ძალიან შავი კენკროვანი საკვებით შეიძლება განავალს აშავებდეს. აქვე ხაზი გაუსვათ ცალსახად, რომ საკვებით და მედიკამენტით განავლის ფერის გაშავება არაფერს საშიშს არ მიუთითებს და არანაირ რეაგირებას არ საჭიროებს, არც იმ მედიკამენტების ცვლილებას და არც საკვებზე უარის თქმას და კენკრის ჭამისგან უარის თქმას. მაგრამ გვახსოვდეთ, რომ განავალმა შეიძლება შავი შეფერილობა მიიღოს შინაგანი გასტროინტესტინური სისხლდენის დროსაც. განსაკუთრებით კი თუ ეს სისხლდენა ხდება საჭმელ-მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილიდან. შინაგანი სისხლდენის დროს ახლა თქვენ რა თქმა უნდა ვერაფრით ვერ მიხვდებით თუ შავი განავალი ნახეთ ეს სისხლდენით არის გამოწვეული თუ არ არის, ეს კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს. თუმცა შემდეგ შემთხვევებში ღირს განგაში სატეხვა და ზედმეტი ყურადღების გამოჩენა. ეს შემდეგი შემთხვევებია თუ გაქვთ რაიმე გასტროენტეროლოგიური დაავადება. თუ იცით რომ ახლა რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ გასტროენტეროლოგიური, სადაც პოტენციურად სისხლდენა შეიძლება მოხდეს, არ დააიგნოროთ შავი განავალი. მაგალითად თუ იცით რომ საყლაპავის ვენები გაქვთ გაფართოებული, იმიტომ რომ ღვიძლის ციროზის დიაგნოზი დაგისვათ ექიმმა, შავი განავალი არ დააიგნოროთ და თქვენს ექიმს შეატყობინეთ აუცილებლად. ასევე თუ ხედავთ რომ არ იცით ახლა რაფერი დაავადება არა გაქვთ ჯერჯერობით დადგენილი, მაგრამ ხედავთ რომ რაღაც ჩივილები გაქვთ, მუცელი ტკივაც ძალიან, თან ახალდაწყებულია მით უმეტეს ეს ჩივილი. თუ ქრონიკულია და ახლა წლები გრძელდება, ისედაც უნდა მიხვიდეთ ექიმთან, მაგრამ თუ ახალდაწყებულია ძალიან მუცლის ტკივილი უძღვის წინ, მერე შავ განავალთან თან უკავშირებთ სისუსტეს, ძალის დაკარგვას, თავბრუსხვევას, ამ დროს ჯობია რომ აუცილებლად ექიმს მიმართოთ და შინაგანი გასტროინტესტინური სისხლდენა გამოირიცხოს. ნაცრისფერი შეფერილობა განავალმა შეიძლება მიიღოს ზოგიერთი მედიკამენტის მოხმარების დროს. ზემოთ ვახსენეთ ბისმუთის პრეპარატები, რომელმაც ნაცრისფრადად შეიძლება თურმე იშვიათ შემთხვევებში განავალი შეფერონ. ოღონდ ერთ რამეს მინდა გაუსვა ხაზი. ძალიან ღია ნაცრისფერი შეფერილობა პრაქტიკულად აი მოთეთრო შეფერილობა სამედიცინო ენაზე რასაც ქვია აქოლიური განავალი შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის, ანაღლეგზებისა და პანკრეასის სხვადასხვა დაავადებებმა. და ასეთ დროს ეს ამ დროს ახლა მაგალითად ღვიძლი და პანკრეასი ძალიან მარტივი overview რო გავაკეთო და მიმახილვა ღვიძლი და პანკრეასი პატარა სადინრების, პატარა მილაკების მეშვეობით უერთდებიან ნაწლავებს და ნაწლავებს ჩაყრიან თავის შიგ-თავს. აი თუ ამ მილაკებში ხდება რაღაცა დაბრკოლება სხვადასხვა მიზეზის, კეთილთვისებიანი თუ ზოგჯერ ძალიან სახიფათო მიზეზების გამო, მაშინ შეიძლება მათი წვენების ნაწლავებში გადმოდინება შეფერხდეს და განავალი არ შეიფეროს და განავალი იყოს ძალიან ღია შეფერილობის, ძალიან ღია ნაცრისფერის, ასე რომ თითქმის თეთრის რა მარტივად რო ვთქვა. ასე რომ ამ დროს არის ყურადღება მისაქცევი რა თქმა უნდა და ჯობია რომ ექიმს მიმართოთ რომ გამოიგვლიოს ეს შესაბამისი დაავადებები. მწვანე შეფერილობა განავალმა შეიძლება მიიღოს ზოგიერთი ძალიან დიდი რაოდენობით მწვანე შეფერილობის ბოსტნეულის მიღების შემთხვევაში, ან შეიძლება მიიღოს მწვანე საკვები და სასმელის აღებავებით შეღებილი სასმელი და საკვები პროდუქტების მიღების შემთხვევაში. აქვე აღნიშნოთ, რომ მწვანე განავალი არის აბსოლუტური ნორმა ჩვილებში და ის პათოლოგიას არ მიანიშნებს.
თუმცა მწვანე განავალი შეიძლება მოზრდილებშიც და ჩვილებშიც სხვადასხვა დაავადებების გამოც განვითარდეს და სხვადასხვა მედიკამენტების მოხმარების გამოც. მაგალითად, ანტიბიოტიკებმა, ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა შეიძლება გამოიწვიოს განავლის მწვანე შეფერილობა. მაგალითად, ინფექციებმა, ნაწლავურმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიონ განავლის მწვანე შეფერილობა. ამ დროს ბარემ აქვე აღვნიშნოთ ორი სიტყვით, რომ მხოლოდ განავლის ფერიც არ იქნება შეცვლილი, კონსისტენციაც და ჯერადობაც იქნება შეცვლილი ინფექციების დროს და კიდევ სხვა სიმპტომებიც თან დაერთვება. ასევე განავალმა მწვანე შეფერილობა შეიძლება მიიღოს ნაღლოვანი დიარეის შემთხვევაში. პატარა ახსნას გავაკეთებ, რა არის ნაღლოვანი დიარეა, იმიტომ რომ ქვემოთაც მოგვიწევს ამ საუბარი და შეიძლება სხვა ვიდეოებშიც რა. ნაღლოვანი მჟავები, რომლებიც არის ნაღლის წვენის სეკრეტში და რომელიც ხდება ნაწლავებში სანაღვლე გზების მეშვეობით. ესენი იწვევენ წესით ნორმალურ შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი უკუშეწოვა წვრილი ნაწლავის ბოლოდან, ტერმინალური ილეუმიდან. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში თუ ან ეს ნაღლოვანი მჟავები დიდი რაოდენობით ხდებიან ნაწლავებში, ან თუ მათი უკუშეწოვის პროცესი არის დარღვეული და ნორმალური რაოდენობით ხდებიან, მაგრამ რაც ხდება ის უკუ ვერ შეიწოვება, იმიტომ რომ მაგალითად იმ ტერმინალური ილეუმის პრობლემები აქვს რაღაცა ადამიანს, ხო? მაშინ შეიძლება ამ ნაღლოვანმა მჟავებმა გააღწიონ მსხვილ ნაწლავში და მსხვილ ნაწლავში კი ისინი ოსმოსურად აქტიური ნივთიერებები არიან, ანუ მიიზიდავენ თვითონ სითხეს და გამოიწვიონ დიარეა. ფაღარათი. ეხლა და მისცენ განავალს ფაღარათს გამოიწვიონ და მისცენ განავალს მწვანე შეფერილობა, რა მომწვანო შეფერილობა. ეხლა ნაღლოვანი დიარეა შეიძლება გამოიწვიოს და ეს შესაბამისად მომწვანო შეფერილობის განავალი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზებმა. მათ შორის როგორც სამედიცინო დაავადებებმა, სხვადასხვა დაავადებებმა, ასევე სამედიცინო პროცედურებმა. მაგალითად, ქირურგიულმა ჩარეებმა, სანაღვლე გზების ქირურგიულმა ჩარეებმა, წვრილი ნაწლავების ქირურგიულმა ჩარეებმა. ასევე ზოგიერთმა დაავადებამ, ზემოთ როგორც ვახსენე, მაგალითად ტერმინალური ილეუმის წვრილი ნაწლავის დაბოლოების ანთებამ სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად კრონის დაავადებით და ასე შემდეგ, ინფექციური გენეზის ილეიტმა და ასე შემდეგ. მწვანე განავალი, ამიტომ ჯობია რომ თუ მით უმეტეს ახლა იცით რომ სამედიცინო პროცედურა გაქვთ ჩატარებული წარსულში და მწვანე განავალს ხედავთ, ან გაქვთ რაიმე სხვა ჩივილებიც, ჯობია რომ ეს აუცილებლად გაარჩიოთ და ცოტათი კვლევებიც დაიწყოთ ამ მიმართულებით. წითელი განავალი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა პროდუქტმა, მაგალითად ჭარხალმა, ან ზოგიერთმა წითელი საღებავით შეფერილმა საკვებმა თუ სასმელმა, სხვადასხვა. მაგრამ ასევე წითელი განავალი, რაც უფრო საყურადღებოა და ის არის ყურადღება მისაქცევი, არის ის, რომ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და მიუთითებდეს სისხლს განავალს და ამიტომ იყოს წითელი. ეხლა სისხლი განავალს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ძალიან საყურადღებო გასტროენტეროლოგიური დაავადებების დროს, მაგალითად წყლოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, სკოლორექტული კიბო, დივერტიკულური სისხლდენა, მძიმე საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და ასე შემდეგ. ასევე თუ ერთი რამეს გავუსვათ ხაზი, რომ თუ გარედან შემოგარსავს სისხლი განავალს, ზედაპირულად თუ არის ეს სისხლი, ხო? მაშინ როგორც წესი ის ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს კი არ მიუთითებს, არამედ პროქტოლოგიურ პრობლემებს, უკანა ტანის პრობლემებს, მაგალითად ჰემოროიდებს, აი ბუასილს რო ეძახიან გავრცელებულად, მაგალითად ანალურ ნაპრალს. ასე რომ წითელი განავალი თუ ის საკვები პროდუქტებით არის ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ თუ ის სისხლდენას მიუთითებს, მაშინ აუცილებლად ვაქცევთ ყურადღებას და ვაღრმავებთ ამ მიმართულებით კვლევებს. განავალი შეიძლება იყოს ნარინჯისფერიც. ნარინჯისფერი განავალი შეიძლება იყოს ადამიანმა ნახოს, როდესაც ბეტა-კაროტინებით მდიდარი საკვები ან სხვადასხვა კვებითი დანამატები ხდება ხოლმე მის ორგანიზმში დიდი რაოდენობით. ასეთი საკვები არის მაგალითად სტაფილო, რომლის ექსტრემალურად დიდმა რაოდენობით მოხმარებამ შეიძლება განავალს ნარინჯისფერი შეფერილობაც კი მისცეს და ეს რა თქმა უნდა რაიმე საშიშის მომასწავლებელი არ იქნება. ბეტა-კაროტინები ასევე არის სხვადასხვა კვებით დანამატებში, რომელსაც უნდა ყურადღებით მიქცევა, იმიტომ რომ კვებით დანამატებსაც თუ მოიხმარს ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება განავალმა ამის გამოც შეეცვალოს განავალს ფერი. ასევე ნარინჯისფერი შეფერილობა შეიძლება განავალმა მიიღოს ნაღლოვანი დიარეის გამო, რაზეც თქვით კიდევ ზემოთ ორი სიტყვა და თავიდან აღარ განმე. განავალმა ყვითელი შეფერილობა შეიძლება მიიღოს მასში დიდი რაოდენობით ცხიმის მოხვედრის დროს. ცხიმით მდიდარ განავალს სამედიცინო ენაზე ეწოდება სტეატორია. მას როგორც წესი ძალიან მყრალი და მძაფრი სუნი აქვს ხოლმე. ყვითელი განავალი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, მაგალითად სიმსუქნის სამლებმა, როგორც არის ორლისტატი. ან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა სამედიცინო მდგომარეობამ, როგორც არის მაგალითად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ცელიაკია, პანკრეასის ეგზოგრენული ფუნქციის მოშლა და წვრილი ნაწლავის სხვა გენეზის ანთებები. ვერცხლისფერი შეფერილობა განავალს აქვს უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში და ეს
როგორც წესი არასდროს არ არის ხოლმე კარგის ნიშანი. ვერცხლისფერ ფერს განავალი იღებს, როდესაც ერთმანეთს შეერევა ძალიან ღია თითქმის თეთრი განავალი და ძალიან მუქი კუპრისფერი განავალი. ხო გახსოვთ ზემოთ თქვით ამ ძალიან თეთრი, აი ძალიან ღია ნაცრისფერის, აი თითქმის თეთრის და ძალიან მუქი განავლის მიზეზები. ერთის იყო სანაღვლე სადინრების, სანაღვლე მილაკებში რაიმე დაბრკოლება, მეორის კი იყო ზედამომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა. აი ეს ორი როცა ერთიანდება და ერთიანდება როგორც წესი ფატერის დროილის მიდამოში განვითარებული სიმსივნეების დროს, მაშინ შეიძლება განავალმა მიიღოს ვერცხლისფერი შეფერილობა. ფატერის დროილი არის პარემორის სიტყვით სურათსაც ნახავთ, ხა აგერ იქნება ზემოთ მარჯვნივ. ფატერის დროილი არის სანაღვლე სადინრების და სანაღვლე მილაკების, პატარა გზების და პანკრეასის მილაკების ერთმანეთთან შეერთების ადგილი, რომლითაც ეს სადინრები იხსნებიან და ჩაედინებიან უკვე ნაწლავებში. სულ ეს იყო განავლის გარჩევა მისი ფერების მიხედვით. იმედი მაქვს ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ საორიენტაციოდ. ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგზე, გავარჩიოთ განავალი სხვადასხვა კონსისტენციის მიხედვით და ნახოთ რა შეიძლება იყოს ნორმა და რა პათოლოგია. სუბუქ შეკრებილობის დროს განავალი არის ფორმირებული ერთიანი, თუმცა არის ძალიან მყარი და ის გამოიყურება როგორც დიდი ლოდების ერთობლიობა. მძიმე შეკრებილობის დროს განავალი არის ძალიან მყარი და მისი ევაკუაცია როგორც წესი არის ძალიან რთული და ის სხვადასხვა დანაწევრებული დიდი ქვის ლოდებივით გამოიყურება ხოლმე როგორც წესი, რომლის ევაკუაციაც ორგანიზმიდან გამოდევნა, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან გაჭიროებულია. რბილი, მყარი, ფორმირებული განავალი, რომელსაც ხშირად ასე ამსგავსებენ ხოლმე ან სოსის, ან გველს, არის ნორმალური განავალი. მისი ევაკუაცია უნდა იყოს მარტივი, უნდა იწარმოებოდეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს არის ნორმალური დეფეკაციის აქტიდან ნორმალური განავალი. სუბუქი დიარეის დროს განავალი არის გაუფორმებელი, რბილი და არამყარი. ამ დროს როგორც წესი განავალი იმდენად სწრაფად გადაადგილდება ხოლმე მომნელებელ სისტემაში, რომ დრო არ რჩება მომნელებელ სისტემას მისგან წყლის შესაწოვად, სითხის შესაწოვად. ამიტომაც არის განავალი ისეთი გაუფორმებელი, დანაკუწებული და თხევადი. მძიმე დიარეის დროს განავალი არის როგორც წესი თითქმის წყალივით, ძალიან თხელი, მასა პრაქტიკულად არ არის ხოლმე. ამ დროს ადამიანებს როგორც წესი აქვთ არა ერთი მოქმედება, არამედ არაერთი, მრავალი მოქმედება დღის განმავლობაში და დაუყოვნებელი სწრაფვა ტუალეტისკენ. და ბოლოს განავლის სტრუქტურაზე საუბრისას ცალკე მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. სხვადასხვა საკვები ნაწილების პოვნა განავალში აბსოლუტურ უმეტეს შემთხვევებში არ მიუთითებს არანაირ პათოლოგიას და არ ღირს არანაირ ნერვიულობად. კიდევ უფრო კონკრეტული ვიყო, თუ თქვენ სიმინდის მარცვლებს, ან რაღაცა საკვების მარცვლებს და საკვების ნაწილს იპოვით განავალში, ეს როგორც წესი არანაირ დაავადებას არ მიუთითებს. ამ დროს ადამიანს ცხადია სავსებით ლოგიკურად შეიძლება ეგონოს, რომ მას აქვს შეწოვის პრობლემა, ნივთიერებები არ იწოვება ნაწლავებიდან და აქვს რაღაცა სერიოზული დაავადებები, მაგრამ ეს ასე არ არის. შეწოვის პრობლემით მიმდინარე დაავადებები, მალაბსორბციული დაავადებები, ბევრად უფრო მძიმე ჩივილებით ვლინდება, ვიდრე საკვების ნაწილაკების განავალში პოვნა. ასე რომ გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ საკვებს რაღაცა ეპიზოდურად თქვენს განავალში იპოვეთ, ეს როგორც წესი არაფერ დაავადებას არ მიუთითებს, მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ ან ჩქარა ჭამა გიყვართ და ან კარგად დაღეჭვას ვერ აკუსრებთ პატარა საკვები ნაწილაკებისა. ის პატარა საკვები ნაწილაკები დაუღეჭავთ, რომ გადაყლაპავთ, იმის დაღეჭვის მეტი ფუნქცია კბილის გარდა იქ შიგნით არაფერს არ აქვს. ასე რომ როგორც წესი ის ბოლომდე ჩავა ფორმა შეუცვლელად და ამ წვენებთან შერევა არ იქნება საკმარისი, რომ მისი ფორმა დაიშალოს ბოლომდე. ასე რომ ეს მხოლოდ ღეჭვის პრობლემა შეიძლება მიუთითებდეს საკვები ნაწილაკების პოვნა განავალში და არავითარ შემთხვევაში რაიმე გასტროენტეროლოგიურ პრობლემებს. ასე რომ ამაზე გირჩევთ, რომ არ ინერვიულოთ. და ბოლოს გავარჩიოთ განავალი დეფეკაციის სიხშირის მიხედვით და შევხედოთ რა შეიძლება ჩავთვალოთ ნორმად და რა პათოლოგიად. ეს სხვა შორის ხშირად შეიძლება იწვევდეს ადამიანის ემოციურ და ფსიქოლოგიურ დისტრესს, რამე თუ მას ეგონოს, რომ აუცილებლად დღეში ერთხელ ყოველდღე ნაწლავების დაცლა იყოს ნორმა. არა და როგორც თქვენ ნახავთ, ეს ასე სულაც არ არის. დეფეკაცია კვირაში ერთ ეპიზოდზე ნაკლებად ცალსახად მიუთითებს შეკრულობას. ეს არანაირი ლოგიკით ნორმას არ შეესაბამება. დეფეკაცია კვირაში 1-2 შეიძლება მიუთითებდეს მსუბუქ შეკრულობას, თუმცა აქვე აღნიშნავდი ერთ რამეს, თუ თქვენ რაიმე გქონდათ დიარეული დაავადება, მაგალითად რაღაცა ინფექცია გადაიტანეთ და 1-5 დღე გქონდათ დიარეა, ამის შემდგომ რაღაცა პერიოდი კომპენსატორულად და ორგანიზმმა შეიძლება გადავიდეს შეკრულობის, ასე ვთქვათ, შეკრულობის ეპიზოდი შეიძლება მოყვეს ამას და ეს იყოს აბსოლუტურად ნორმალური, ეს არაფერ ქრონიკულ დაავადებას არ მიუთითებდეს
საჭიროებდეს და არანაირ რაღაცა განსაკუთრებულ რეაგირებას არ საჭიროებდეს. ანუ ხაზს უსვამ, რომ დიარეის მერე ნაწლავების მოქმედების გაიშვიათება არაფერი რა, არაფერ დიდ ყურადღებას არ საჭიროებს. თუმცა ზოგადად თუ ქრონიკულად ახლა კვირაში 1-2 ჯერზე მეტად არა გაქვთ დეფეკაცია, ეს შესაძლოა მიუთითებდეს პრობლემას და ღირდეს ჩარევად. რაც შეეხება ნორმას, რაც შეგვიძლია დავარქვათ, კვირაში 3 დეფეკაციიდან დღეში 3 დეფეკაციამდე რამხელა ისაა, ხო, საზღვარი. შეიძლება დღეში 3-ჯერ გახვიდეთ საფერფარეშოში და ეს იყოს ნორმა და კვირაში 3-ჯერ შეიძლება გახვიდეთ საფერფარეშოში და ესეც იყოს ნორმა. აი ამხელაა საზღვარი. ეს იმდენად ინდივიდუალურია და იმდენად ვარირებს ადამიანიდან ადამიანამდე და ერთ ადამიანში შეიძლება შეიცვალოს ცხოვრებიდან და საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე ცხოვრების რაღაც ეტაპზე, რომ ერთ რამეს ხაზგასასმელად მინდა ეს გაჩვენოთ და ვთქვა, რომ აუცილებელი არ არის დღეში ერთხელ ერთი და იგივე დროს გქონდეთ დეფეკაცია. იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ეს ნორმა ძალიან განსხვავებულია და ამან არ მინდა რომ ზედმეტი ნერვიულობა მოგვაროთ და დღეში 4-6 დეფეკაციის ეპიზოდი შესაძლოა მიუთითებდეს დიარეულ დაავადებას თუ განავალი არის რბილი და გაუფორმებელი. თითქოს ეხლა რომ მოისმენთ იფიქრებთ რომ რაღაც შესაძლოა ხო 4-6 ჯერ გასვლა დიარეა არისო, მაგრამ არა უყურეთ მძიმე შეკრულობის დროს, როდესაც ძალიან მკვრივი განავლოვანი მასები ყალიბდება ადამიანის ორგანიზმში, მათგან დაცლა ხდება ნაწილ-ნაწილ და შეიძლება დღეში 4-ჯერ, 6-ჯერ გავიდეს ადამიანი საფერფარეშოში და ჰქონდეს მძიმე შეკრულობა. ძალიან მკვრივ ლოდებისგან თავისუფლდებოდეს და არა რბილი მასებისგან. აქ ისტორიიდან ის მორალი გამოგვაქვს, რომ მარტო ჯერადობა არ მიუთითებს შეკრულობას ან დიარეას. განავლის სტრუქტურაც მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო ზემოთ როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა დაავადებების დროს განავლის ფერიც. დღეში 7-ჯერზე მეტად ნაწლავების მოქმედება რბილი მასებით, როგორც წესი ასე დროს რბილი მასებით არის, როგორც წესი მიუთითებს საყურადღებო დიარეას და ჯობია რომ ექიმმა გაარღვიოს მიზეზი, რატო არის ეს დიარეა გამოწვეული. დიარეის მიზეზებზე ცხადი ამ ვიდეოში ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ 1 კი არა 10 ვიდეო გვეყოფა დიარეის მიზეზებზე საუბრისთვის. ეს იყო განავლის განხილვა მისი სიხშირის მიხედვით, დეფეკაციის სიხშირის მიხედვით და ამით მოვრჩით განავლის ძალიან ისეთ ზედაპირულ, თუმცა დარწმუნებული ვარ საკმაოდ ინფორმატიულ მიმოხილვას. შეჯამებისთვის მინდა ვთქვა ერთი რამე, რომ როგორც აი ამ ვიდეოს მოსმენის დროს ალბათ თქვენ თვითონაც დაგრჩებოდათ ამის შეგრძნება, ცალკე აღებული არანაირი პარამეტრი, არც განავლის ფერი, არც ფორმა, არც მისი სიხშირე არ შეიძლება მიუთითებდეს რაიმე დიაგნოზის დასმას რა. ანუ ეს არ შეიძლება იყოს თვითმყოფადი ერთადერთი ნიშანი, რომ რაღაცა დიაგნოზი დაუსვათ თქვენ თავს. როდესაც დეფეკატორულ დარღვევებზე და სხვადასხვა ნაწლავურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ამ ყველა პარამეტრის შეჯება და პლუს კლინიკურ კონტექსტში ამის განხილვა არის საჭირო, რომ ექიმმა ეჭვი მიიტანოს რაღაცა დაავადებებზე. თუმცა დაკვირვებულ ექიმს განავლის ფერზე, ფორმაზე და სიხშირეზე დაკვირვება და ამის გამოწვეულოდ გამოკითხვა პაციენტისთვის და თუ ვერ გამოკითხავს კიდევ განავლის დღიურით ამის დადგენა არის ასეთი ხელსაწყო, ამაზე შეიძლება ცალკე ვიდეოში ვთქვა, მოკლედ ვახშენო მე სადმე. ეს ძალიან ინფორმატიული შეიძლება იყოს კლინიკურ პრაქტიკაში რა, იმიტომ რომ როგორც ვნახეთ, ეს რახან უხერხული თემა არის, ხო? ადამიანს ხშირად ამაზე საუბარი ერიდებათ, ხშირად და რო ერიდებათ, შეიძლება არასწორ და მე მაგალითად მინახავს არაერთი პაციენტი, რომელსაც ეგონა რო ქონდა ყაბზობა, მაგრამ ქონდა დიარეა, ეგონა რო ქონდა დიარეა, მაგრამ აღმოჩნდა შეკრულობა. ანუ ხშირად სახელდებაც კი პაციენტის მიერ შეიძლება და ეს რამე დასაძახი და დასაცინი კი არ არის, ხო? ამისთვის ვარ და ამისთვის არსებობს თანამედროვე სამყარო, ამისთვის არსებობენ ექიმები, რომ მივცეთ ერთმანეთს ინფორმაცია და გაუძიოთ რა შეიძლება იყოს სწორი, რას რა დავარქვათ, იმიტომ რომ სწორი სახელდებიდან იწყება მერე პრობლემის მოგვარება. მოკლედ, ჯანმრთელობას გისურვებთ და იყავით ყურადღებით.